უკვე სამი კვირაა მესმის უკრაინა გაიწირაოდა გასული პარასკევის შემდეგ განსაკუთრებით. Აი 3 წლის წინ რუსეთი რომ უკრაინაში შეიჭრა, 3 დღეში რომ უნდა გაწირულიყო, აი მაგ სახელმწიფოზე ახლა გვესმის, ახლა გაიწირაო, ხო და რანაირად. რანაირად და ტრამპიო ბევრი თქვენგანი გაიფიქრებს და შესაძლოა ნაწილობრივ სამართლიანადაც. Modestly successful comedian, a dictator without elections. You're right now not in a very good position. You've allowed yourself to be in a very bad position, and he happens to be right about it. From the very beginning of the war. You're not in a good position. You don't have the cards right now. With us, you start having cards. Right now, you don't. You're playing cards. You're playing cards. You're gambling with the lives of millions of people. You're gambling with World War III. He's got to say, I want to make peace. He doesn't have to stand there and say about Putin this, Putin that, all negative things. He's got to say, I want to make peace. Am ყველაფერს რომ მოისმენ, შესაძლოა ადამიანს პესიმიზმი შემოგეპაროს, მაგრამ ვინც დღეს ჭკვიანი სახით დაჯდება, მოკლე საშუალო და გრძელვადიან პროგნოზებს გააკეთებს და იტყვის, ეს უეჭველი ასე მოხდებაო, ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, ოპორტუნისტია. მით უმეტეს რომ ტრამპი ჯერ კიდევ რიტორიკის პოლიტიკაშია და ქმედებებზე პრაქტიკულად ჯერ არ გადასულა. თუმცა მისი რიტორიკა ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია. Zelensky is a dictator. Did I say that? I can't believe I said that. Next question. ამის შემდეგ რიტორიკა ნელ-ნელა მძიმდებოდა და კატასტროფას ოვალურ კაბინეტში მიაღწია. ამერიკული მედიისვე შეფასებით, ტრამპი დღეს იმ ისტერიკაში ჩავარდნილ ბავშვს გავს, რაღაცის მიღება რომ უნდა, რომ იღებს და ფეხებს რომ აბაკუნებს. I don't want a ceasefire. I don't want a ceasefire. I want to go and I wanted this. I want it to end immediately. I want a ceasefire now. მან თავის თავს დააკისრა მისია იყოს დიდი მშვიდობის ყოფილი. თუმცა რეალობას რო შეეჩეხა, მიხვდა რომ ეს ისე ადვილი არ იყო. შესაბამისად, ჩავარდა ისტერიკაში. ამ ისტერიკით დასტურდება, რომ ტრამპს არ აღმოაჩნდა საკმარისად დიდი ამბიცია, რომ პუტინისთვის მოეხვია თავს მშვიდობა თავისი წესებით. ამიტომ, როგორც ერთმა რიგითმა საშუალო სტატისტიკურმა აბიჟნიკმა გადაწყვიტა, რომ მსხვერპლზე გადატეხოს მთელი ჯოხი. მსხვერპლი კი ზელენსკია და მისი შანტაჟი დაიწყო. თუმცა, ზელენსკიმ ჯერ კიდევ 2019 წელს, სადღაც დონბასის ტყეებში, იმ დროისთვის არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფებას და შემდგომში უკვე ლეგენდარული აზოვის სამხედროებს უთხრა. Простите, только что. Послушай, Да. я президент этой страны. Конечно. Мне 42 год. Я ж не лох. ამ ვიდეოში რაც ხდება, იმ დროისთვის რამდენად სწორი იყო, ახლა მაგას არ განვიხილოთ. თუმცა, მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ზელენსკიმ დაამტკიცა, რომ თან არაერთხელ, რომ რა არა და ლოხი არაა. კიევი და უკრაინა ვერ გაიწირა 3 წლის წინ, მაშინ როდესაც 50 ქალაქს პუტინი ერთდროულად ბომბავდა. ბლიცკრიგის ტემპში უტევდა სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. კიევის შემოგარენშიც კი იყვნენ მისულები. საქართველოს მასშტაბზე რო გადმოვიტანოთ, ირპინი, ბუჩა, ბოროდიანკა ეს ის სასახლებებია თბილისის მასშტაბით, ტაბახმელა, წყნეთი, წალკისი რო ავიღოთ. აი ობოლონიკი საერთოდაც ლილოს დასახლებაა. აი 100 ახლოს იყო პუტინი კიევის აღებასთან და მაშინ ვერ აიღო. მაშინ როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები დაახლოებით 200-დან 250,000 ადამიანს ითვლიდა და მათი შეიარაღება არც თუ ისე თანამედროვე იყო. If you didn't have our military equipment, this war would have been over in 2 weeks. In 3 days, I heard it from Putin. In 3 days. This is something maybe less. In 2 weeks, of course, yes. ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები 800-დან 850,000-მდე სამხედროს ითვლის და შეიარაღებაც გაცილებით თანამედროვე, აქტუალური და საჭიროებებზე მორგებულია. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, თუ კი სახარჯი მასალა არ მიაწოდეს, როგორ გამოიყენებენ ამ შეიარაღებას. და კი, თუ კი ამერიკა სახარჯ მასალას ჭურვებს არ მიცემს უკრაინას, მაშინ სიტუაცია გართულდება და ამას ზელენსკიც არაერთხელ აღნიშნავს.
არავის არ სურს ომის დასრულება ისე როგორც ჩვენ უკრაინელებს, მაგრამ მშვიდობა არ არის მხოლოდ ომის არარსებობა. ჩვენი დახმარების გარეშე რთული იქნება, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ ჩვენი ღირებულებები, ჩვენი თავისუფლება. რუსეთი შემოვიდა ჩვენს სახლებში, ყველამ ნახა რაც გააკეთეს. რა თქმა უნდა, ამას არავინ დაივიწყებს, მაგრამ გვინდა რომ ეს აღარ განმეორდეს. ამ შემთხვევაში გამოსავალი ევროპაშია და ეს დღეს ბრიტანეთში გამართულ სამიზეთ დადასტურდა. რა თქმა უნდა, ორბანი დაბლოკავს ერთიან ევროკავშირის დახმარებას და მრავალფეროვნებისთვის იქვე იქნება ფიცოც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში წევრი ქვეყნები ინდივიდუალურ დახმარებებზე გადავლენ. ევროკავშირზე და ევროპაზე ოდნავ მოგვიანებით, ახლა კი ისევ ამერიკას დაუბრუნდეთ. This has been going on for 10 days and ეს ყველაფერი ბოლო 10 დღის კულმინაცია იყო. პროცესს რომ შევხედოთ, აბსოლუტური სიცრუე. თითქოს არ გვაქვს კოორდინაცია უკრაინელებთან. ბოლო 10 დღეში უკრაინელები შეხვდნენ ფინანსთა მდივანს, სახელმწიფო მდივანს, ვიცე-პრეზიდენტს. სატელეფონო საუბარი იყო პრეზიდენტ ტრამპთან და დღეს ოვალურ კაბინეტში იყო. მე ველაპარაკე საგარეო საქმეთა მინისტრს სამჯერ და ამის მერე კიდევ გვესმის. არ ვართ ჩართულები. არ არის კოორდინაციის დიდი ფრუსტრაცია. რაც დღეს მოხდა, ხანგრძლივი პროცესის ბოლო იყო. მეტი პრაგმატიზმია საჭირო. ასე შეეცადა სახელმწიფო მდივანი რუბიო CNN-თან ინტერვიუში ტრამპის გამართლებას. ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ ერთადერთი მსოფლიოში, ვისაც შეუძლია მშვიდობის დამყარება, ტრამპია და ბოლოს ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა, რომ შესაძლოა მოლაპარაკებები ისევ განახლდეს. I think anything is possible, but it has to go back to the point. ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს ვერ მოხდება ღია კარში, კამერების წინ. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ წერტილს მივახციოთ. ეს კომპლექსური ომია, ძალიან დიდი მსხვერპლით. დიდი მანევრებია გასაკეთებელი და მიზნის მიღწევა შეიძლება, მაგრამ ეს არ გამოვა პრესკონფერენციებით, არამედ როგორც ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, დიპლომატიით. აი აქ ჩდება კითხვა. მაშინ რატომ მოაწყვეს ეს სატელევიზიო შოუ, როგორც თვითონ ტრამპმა უწოდა მას? ასაჭირო იყო კამერების წინ ასეთი აბიჟნიკობა. Why don't you wear a suit? You're at the highest, why don't you wear a suit? You're at the highest level in this country's office and you refuse to wear a suit. Just want to see if you own a suit? Yeah, problems. A lot of Americans have problems with you not respecting the dignity of this office. I will wear a costume after this war will finish. Okay. Yes, maybe something like yours, yes. Maybe something better. I don't know. We will see. Maybe something cheaper than yeah. ქუდი რატომ არ გახურავსო? ლომის ნათესაობით გაბლატავებულ აბიჟნიკ კურდღელზე რო ძველი ანეკდოტია, მე პირადად ეგ გამახსენა აი ამ გასაუბრებამ. მით უფრო რომ ამერიკულ წრეებში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი გაეროშიც კი იმას ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული, მოფიქრებული და დადგმული იყო. I've been in countless Oval Office meetings with heads of უამრავ შეხვედრაზე ყოფილ ვარ ოვალურ კაბინეტში და მთელი პატივისცემის მიუხედავად ვიცე-პრეზიდენტი არასდროს უხდება პირში პრეზიდენტებს. თუ კი ამაზე წინასწარ ამერიკის პრეზიდენტის თანხმობა არ ექნება. ასე რომ ტრამპმა იცოდა რა სიზამდა ვენსი და ეს ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული. ტრამპმა ბოლოს ხომ თქვა, გადასარევი ტელეშოუ გამოვიდაო. ხო და ეს იყო შოუ პუტინისთვის. Did that deliberately. პუტინს კი ეს შოუ ნამდვილად მოეწონებოდა. ალბათ კრემლში შამპანიურების მთელი მარაგის დაცალეს. თუ კი კრემლის მოლაპარაკე თავების გამოხმაურებები ნახეთ, ამაში დარწმუნდებოდით. მაგრამ თუ კი ყველაფერი ასე კარგად არის, თუ კი პუტინი იგებს, თუ კი შეტევაზე არიან, თუ კი მონდომების შემთხვევაში ერთ დღეში აიღებენ კიევს, მაშინ რა შეჭირდება სამშვიდობო ხელშეკრულება ვლადიმერის წეს? თუ კი მას არ აწუხებს, რომ სოფლიო პოლიტიკის კეთროვანია, რატო აზეიმა პროპაგანდას ტრამპმა რომ დაურეკა? თუ კი ყველაფერი ასე კარგად არის, რა რჩის დიქტატორს? სინამდვილე ის არის, რომ ომის დაწყებიდან სადღაც ერთ წელში პუტინი იძულებული გახდა დახმარებისთვის მიემართა და დახმარება მიეღო ირანისგან, ჩინეთისგან და ჩრდილოეთ კორეისგან. რეალობა ის არის, რომ არა ბროტების ღერძის ეს ჩართულობა ომი დიდი ხნის დამთავრებული იქნებოდა. ყველამ ვიცით როგორი სიტუაციაა. არის აგრესორი რუსეთი, არის თავდასხმის ქვეშ მყოფი ხალხი უკრაინა. ვფიქრობ, ყველანი მართლები ვიყავით, რომ დავეხმარეთ უკრაინას და 3 წლის წინ დავასანქცირეთ რუსეთი. ამის კეთებას ვაგრძელებთ და როდესაც ვამბობ ჩვენ, ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპელებს, კანადელებს, იაპონელებსა და ბევრ სხვას. მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, ვინც დახმარება გაწია. პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც დასაწყისიდანვე იბრძვიან.
ვინაიდან ისინი საკუთარი ღირსებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი შვილებისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. ეს მარტივი რაღაცეებია, მაგრამ კარგია ისინი გვახსოვდეს ასეთ მომენტებში. უკრაინა ევროპაა. გვერდში ვუდგავართ უკრაინას. გავზრდით უკრაინის დახმარებას, რათა მათ შეძლონ აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს. ჩვენზე ევროპელებზეა დამოკიდებული, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ. თქვენ არასდროს იქნებით მარტო, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის. უკრაინა მარტო არ არის. გერმანია ევროპელ მოკავშირეებთან ერთად დგას უკრაინის გვერდით და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. უკრაინას შეუძლია დაეყრდნოს გერმანიის, ევროპისა და სხვა ქვეყნების ურყევ მხარდაჭერას. მათ მიერ დემოკრატიის დაცვა, მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მისწრაფება ჩვენიცაა. უკრაინა რუსული აგრესიის მსხვერპლია. ის იბრძვის ომში მრავალი მეგობრისა და პარტნიორის დახმარებით. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. დიპლომატია ზოგჯერ რთულ ვითარებაში შეუძლებლის გაკეთების ხელოვნებაა. ლატვია უკრაინის გვერდით დგას. ძვირფასო ვოლოდიმერ ზელენსკი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას, კარგ და ცუდ დროს. ამ საშინელ ომში არასდროს უნდა აგვერიოს ერთმანეთში აგრესორი და მსხვერპლი. ისევ ევროპას რომ დაუბრუნდეთ. აი ამ შეფასებებამდე და ოვალური კაბინეტის კატასტროფამდე იყო მაკრონის და ბრიტანეთის პრემიერის ვიზიტი შეერთებულ შტატებში, სადაც უკრაინაზე ისაუბრეს და სადაც ორივე მხარემ მზადყოფნა გამოთქვა უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტი გააგზავნოს. სამშვიდობო კონტინგენტზე გამახსენდა ჩვენთვის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე თურქეთი. ერდოღანმაც გამოთქვა მზადყოფნა გაგზავნოს უკრაინაში სამშვიდობო მისია. გერმანიაში კი ვიცე-პრეზიდენტის მხარდაჭერილმა ულტრამემარჯვენეებმა ვერ გაიმარჯვეს და კანცლერი მერცი გახდა, რომელიც ძალიან ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპამ უნდა შეამციროს ამერიკაზე დამოკიდებულება. ევროპული უსაფრთხოების ფარგლებში გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი შეთანხმდნენ, რომ ფრანგულ ბირთვულ კოლგას გერმანიაში განათავსებენ და იმ შეიარაღებას, რომელიც საფრანგეთს აქვს, ნაწილობრივ გერმანიაში გადაისვრიან. ევროკავშირი დღემდე ეხმარებოდა უკრაინას, თუმცა უხეშად რომ ვთქვათ, წვეთოვანზე ყავდათ. იმდენ შეიარაღებას აძლევდნენ, რომ გაეძლოთ, თუმცა გარდამტეხი უპირატესობისთვის ეს საკმარისი არ იყო. ევროპელების ეს სიფრთხილე ნაწილობრივ გასაგებიც არის და საქმე მარტო იმას არ ეხება, რომ ბირთვული პუტინი არ გააღიზიანონ. სამწუხაროდ საქმე მათ შორის ეხება იმასაც, რომ უკრაინაში ჯერ კიდევ არის კორუფციული რისკები. გარდა ამისა, შესაძლოა საფრთხე იყოს იმაშიც, რომ რომელიმე მიმართულებაზე ნაალაფარით დასავლური ტექნოლოგიები გადავიდეს რუსეთის ხელში. თუმცა უკრაინამ დროის გასვლასთან ერთად დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია და შეერაღებაც იზრდება. კიდევ კარგი არსებობს ზელენსკი და პასუხი დაუბრუნა ტრამპს. მან ხელახლა მოიპოვა ჩემი პატივისცემა. ტრამპი კი სულ ესაა. უმჯობესია დამშვიდდეს, ყველა უნდა დამშვიდდეს. თუ კი ვინმეს უნდა ომის დამთავრება, ეს უკრაინელები არიან და ძალიან უცნაურია, რომ ჩვენ გვასწავლიან, რომ მშვიდობა აუცილებელია. ტრამპს ვეტყოდი, რომ მეტი იფიქროს მომავალზე. ადრეც ეგონათ, რომ ჰიტლერი ბევრს ვერაფერს დაუშავებდა ამერიკას, მაგრამ კი ვნახეთ, რაც მოხდა. უპირატესობა ლინგვისტურიც და რიცხობრივიც ამერიკელებს ჰქონდათ, ძალიან არაკორექტულად მოიქცნენ. ზელენსკი ინგლისურად ელაპარაკებოდა, ცდილობდა საკუთარი პოზიცია მიეტანა მათთან. უკრაინის უსაფრთხოებაზე და გარანტიების აუცილებლობაზე ელაპარაკებოდა. Я думаю, что Зеленский гарно відстоював українську позицію, гарно відстоював. მე მგონია, რომ ზელენსკიმ მტკიცედ დაიცვა ჩვენი ინტერესები, უკრაინელების ინტერესები. არ მგონია, რომ ამერიკის ინტერესებში იყოს ტრამპის ასეთი საქციელი. და ბოლოს, რატომღაც ყველას ავიწყდება უკრაინელი ხალხი? რატომღაც ამ ომს განიხილავენ რაღაც გეოპოლიტიკურ ჭადრაკად, სადაც დიდი ბიძიები რაღაცეებს არკვევენ? არა, ბატონებო და ქალბატონებო, ეს ასე არ არის. ამ 3 წლის განმავლობაში მე პირადად ძალიან ბევრჯერ ვიყავი უკრაინაში, როგორც
დასავლეთით შედარებით მშვიდობიან ქალაქებში, აქ იგულისხმება ქალაქები, რომლებიც არ დაბომბილა და საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა. ასევე დეოკუპირებულ ქალაქებში და რაც თავარია ფრონტის ხაზზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინა არ არის ის პაიკი, რომელსაც რაღაცა დიდი მიზნისთვის გაწირავ. უკრაინელი ხალხი ფატალისტები არიან, მთხოვდი ზედმეტადაც კი. ისინი იქ არიან და სხვაგვარად არ შეუძლიათ. ცხადია, ამ ყველაფერს თელს ერზე ვერ განვავრცობთ. ქვეყნიდან გასულია მილიონობით ადამიანი, მათ შორის ბრძოლის უნარიანებიც, თუმცა ახლა ხომ მათზე არ ვსაუბრობთ. ახლა ვსაუბრობთ უკრაინელებზე, რომლებიც 3 წელია ომში არიან და უძლებენ. და არ უნდა გვაუწყდეს პუტინი და მისი აკვიატება აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ზუსტად ეს არის პუტინის მთავარი გეგმა და სხვა ყველაფერი ტაქტიკური ნაბიჯებია ამ მიზნის მისაღწევად. საქართველოში 2008 წელს შემოჭრა, უკრაინაში 2014 წელს შეჭრა, 2002 წელს დაწყებული ომი, მოლდოვაში სიტუაციის გაკონტროლების მცდელობა. ეს ყველაფერი არის ტაქტიკური ნაბიჯები და შესაძლოა უნდა მიფიქრეს, რომ ამ გზაზე გარკვეულ წარმატებებს ნაწილობრივ მიაღწია, თუმცა ყველგან, სადაც პუტინის ინტერესია, მოსახლეობა, სახელმწიფოები წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ. შესაბამისად, სანამ საბჭოთა კავშირი აღდგენილი არ არის, პუტინი ვერ იგებს და მისი წამზომი ჩართულია. ის უკვე 72 წლის არის. აი ამ წამზომს კი დააჩქარებს ევროპა, თუნდაც იძულებითი ნაბიჯები მის მიერ გადადგმული, სადაც ის უკრაინელების და უკრაინის მხარდასაჭერად კი არა, საკუთარი თავის გასაძლიერებლად გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს.